სახელითა მამისათა, დაზისათა, დასულისა, წმინდისათა. ამინ. რამოდენიმე ხნის წინ ჩავწერე მოგონებამ, მოძღვრის კურთხევით. რუსულ ენაზე. ათონისთაზე გადამხდა ძალიან დიდი სასაული, ხო და აქ დიდი ინტერესი გამოიწვია ამანტყუ ადამიანებში. და მე როგორც მივხვდი საბჭოთა განათლება ვისაც ჰქონდა რუსული ენა იცის. და ამ ახალმა თაობამ რუსული ენა არც ერის ხალხმა და სამწუხაროდ არც სასულიერო პირებმა არ იციან რუსული. და თხოვეს რამოდენიმეჯერ და მიწეს ხოლმე გადათარგმნა. ახლა გამოვასწორებ ამ შეცდომას და ქართულ ენაზე ვეცდები რაც რუსულ ენაზე მოვყევი რომ გადმოვთარგმნო. მოვყევი მე ვარ ძველი ბიზნესმენი ვახტანგი რომელიც მოყვა მიშა სააკაშვილისთან ნაცმოძრაობის ხურცაკებში მთელი ის უბედურება რაც თავს გადამხდა მოვყვე დრო არ იქნება და არც მაგის საჭიროებაც რთული და დიდი უბედურება გადაიტანა ჩემო ოჯახმა. მე ვარ ყოფილი ბიზნესმენი მართლმადიდებლურ სამყაროში ვერ ვიტყვი რომ რაღაც გამიკეთებია, მაგრამ მქონდა პატივი რომ გიორგი გაბაშვილის ივერის გაწყინება დამეფინანსებინა და მაშინ უცხოელი იყო. ახლა რო ლიტერატურა არის 90-იან წლებში მატერიალური გაჭირვებაც იყო, არც წიგნები იყო არაფერი და ვაფინანსებდი. ბევრი გაზეთი გამოვეცი, წიგნები სასულიერო, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ ვარიგებდით და რა ვიცი. შემდგომში სუპერმარკეტი გავხსენი გავყიდე მე და იმითი ლეხანოზე მაღაზია გავარემონტე, გავიყიდე და როიტყვია ნაცემმა ამახიეს. ჩემი ოჯახი შეეწირა ამ ამბავს, არც ის იკადრეს რომ რაც ვალი მქონდა ის მაინც ჩამოეწერათ მართმე. მომიწია ამ ვალის დაფარვა რითი, საკმაოდ დიდი ფული იყო მცხეთის ქუჩაზე. ჩემი დის ბინა შეეწირა ამას, ამან ისეთი ემოციური და სტრესული ის შემიქნა რომ რავი გავგიჟდი რა ხალხო. ზონა მომემატა 1.40-50 კილო გავსუქდი. თან რამოდენიმეჯერ მაგრად გავილახე ერთ-ერთი გიული ალასანიას რაც თuliდი რომ ეკუთვნოდა უთხარი და პირში და მაგის მერე სულ გადამეკიდნენ რომ ცემდნენ ვეხოწებოდი რომ მეთქი ხერხე მალშინ უმერწყავ ისედაც ძველი ტრავმა მაქვს მეთქი და მოკლედ ინვალიდი გამოვედი ხალხ. ვერ დავდივარ 50 კილო მომატებული მაქვს. შაქარმა ამიწია ოპერაცია არ გავიკეთე ჯერ ერთი ძვირი ღირდა და რომს მეშონა ფული ხელი უნდა მომეწერა რომ შეიძლება ინვალიდის ეთში დავრჩენილიყავი და არ გავრისკე. მეთქი ესე მაინც დავდივარ ან რავი ვერ გავბედე რა ოპერაციის გაკეთება. ენდოკრინოლოგმა მექფა გამადამინიშნა 1000-იანი დილა საყამოს, რა თქმა უნდა ვერც დიეტას ვიცავდი და არ მიშველა და პირიქით უკვე ისულინზე უნდა გადასულიყავი და მომიწია საქართველოსთან გაქცევა. მე მჭედელი ვარ გალვანიკოსი და ხატებს ვაკეთებდი ათონისთაზე. ვაბარებდი და მომიწია ათონისთაზე შემიფარა პანტელეიმონის მონასტერმა, იქ რამოდენიმე ხანი ვიმალებოდი. თბილისში რომ რამოდენიმეჯერ დავრეკე, ჩემდა მითხრა რომ ამ შენ პოლიტიკას და ნაცებთან ომს გადააყოლე ჩვენი ოჯახი და საკმაოდ უცმაწურად გამლანძღა. ვერ მოვითმინე ამაყი კაცი ვარ და გადავწყვიტე რომ მეთქი არ მინდა ესეთი ცხოვრება ღმერთი რო არსებობდეს. მეთქი ამ მეძავებს, მამათმავლებს და ნაძირალებს ხომ მოუშვებდა საქართველოში. საქართველო იქცა სექს ტურიზმის ქვეყანად ხალხო.
ცოლები თურქეთში ყავს გაშვებული და ცოლიდან გამოგზავნილი ფულით საყვარლებს ვინახავთ აქ. ეს იყო მოუნელებელი ჭირი. თურქეთიდან კარტოფილი და ხილი შემოგვაქვს აგრარული ქვეყანა ვიყავით საქართველოს და აი ეს ყველაფერი მტკივა. რო ვამბობდი, აი ამიტომ გადამეკიდნენ ნაცები და ობიექტივის ეთერში რამოდენიმეჯერ დამემუქრნენ. ეგრე ნუტლიკინებო და короче გადავწყვიტე თავი მომეკლა ათონის თაზე როგორ აი აია სოფიაში შევალ მოვითხოვ რომ დაგვიბრუნონ ქრისტიანებს ეს ტაძარი და თურქები ახლა მაგას მაპატიებენ დამბრიდავენ მეთქი აი იმ დღეს დაიწყო ჩემი რავი სასწაულებრივი ახლა მოყვები რაც მოხდა ეს საღამოთი მივედი მონასტერში ვიღაცა პერი მოვიდა ზურგზე ხელი დამადო რაღაცა ბუტბუტებს რა მივხვდი რომ რაღაც ლოცვას წარმოთქმოდა ხოდა გასცე მეთქი ხელი ხა არ მესიამონა უკანა მხარეს კუდუსუნთან ხელი მიდევს და გაწიე მეთქი რა ძმაო ხელი ვახტანგ მალჩი სახელით მომართა ვინ უთხრა короче მეუნება რამოდენიმე ერთი წუთის მერე კორსეტიო მოიხსენი აღარ გჭირდება ხერხემალი აღარ გტკივა რუსულად მეუნება ბულგარელი იყო მამა ვალერი იყო გავოგონდი ხა რა მჭირდება კორსეტი მეთქი ხوار გაგიჟდა ბუნებრივი რეაქცია ეს იყო აღმოჩნდა რომ თურმე წმინდანი მელაპარაკება რომ გადავედი კელიაში ახუნდარიში რო შევედი პანტელეიმონის ხატი კიდია და ბიჭო რაღაც ისე თამამად თავისუფლად მიმდივარ იმიკვირდა და დავიხარე და მეტანია უნდა გავაკეთო და დავიხარე ხალხო პოლს თავი დავადე ტკივილი არა დიდება შენ დაუფალო დამსკდა ტირილი რამდენი ხანია მეტანია კი არა ვაფშე ვერ ვიხრებოდი ტუალეტიდან მოკუზული გამოდიოდი და 1 საათი მჭირდებოდა რომ გამართულიყავია პირიქით და რავი აღთომანებული და ნუ თებშესხმული რავი რა დღეში ვიყავი გავიქეცივი ვიღაცას უნდა უთხრა ეს ვიღაცა მამა მაკარია პანტელეიმონის დუხოვნიკი მინჩემი პარადამ პატრონობს და აი ღმერთი რომ ახლა მოწყალია გარეთ ხვდება მამა მაკარი და მიურბივარ რომ უთხრა რომ მეთქი მამა მაკარ ვიღაცა ბერმა ხელი დამადო ვალერი რო ქვია და ხერხემალი აღარ ტკივა მომირჩინა მეთქი он чудак вахтанг внимательно что он скажет послушай его он большой духовный человек ну დავიწყე მამა ვალერასთან ურთიერთობა მეუნება რომ თუ გინდა რომ შაქარი აღარ კონდესო აპატია შენტრებსო მეთქი ვის აპატია წამოვედი ამიწია შაქარმა თვალები დამაგლდა თვალწხედვა პირის უშლიაკები დამეწყო ანუ სიმშრალე ნუ რაღაც საშინელი ამოწყობობა ყოფილა ეს შაქარი გავჩაჩანაგდი რა ძალა არ მაქვს ორ დღეში მომითავა მამა გამირთულდა მდგომარეობა და მივადექი ლასლასით გარეთ ხვდება კაცი სახარებაა გამოტანილი და მაგიდაზე უძებს და მელოდება რა თურმე წიგნივით ვკითხულობს ფიქრებს კითხულობს ყველაფერს ფიქრი დაწყებული არ ქონდა და ნუ იღე კომისს მაგ კომისს და ნუ არ ვიცი ხა რომ უკვე ნიკაკიევრატანიულეზით რუსულად რო იტყვიან და არ მოყვები რომ ვიღაცა არ გავაგიჟო და არ დავაფრკოლო ისეთი რაღაცები ხდებოდა უნდა არება უდევს დამადებინა ხელი და მეკითხება აი ამ ადამ პიროვნებას პატიობ მაგის ოჯახს არაფერს არ დაუშავებ მიკონკრეტებს მაგის შვილს არაფერს არ უზამ არა მართლა გაპატიოს მეორე პიროვნებაზე მეუნება პატიობ ამას მაგის ოჯახს თმის დღეს არ ჩამოუგდებ და არაფერი პატიო შენ ღმერთმა გაპატიოს ეხლა ვინც მისნობს ყველა მიცის სახელი და გვარები ვიზე უნდა მეძია შური და რა განზრახულობა მქონდა გამწარებულ კაც ხო და ამას პატიო საქართველოს პატიო ვაგინებდი საქართველოს და მეთქი საქართველოს ადრიგზელოს აღარ სვამდი რომ მეთქი საქართველოს ამდენ ამესითმეს და ნერტს უბედურებას და ნუ კაროჩი ერთი ოჯე ჩხუბი მომივიდა კაცმა საქართველოს ადრიგზელო დალია და მეთქი ბიჭო
პატიო მეთქი. შენ ღმერთმა გაპატიო შაქარი არა გაქვს. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფერს? კაცი მეუნება ესეთ რაღაცას. ეშმაკიც განიდევნა შენგან, ეხლა ყვები რა დეტალების გარეშე რა ყველაფერს ვიწრობ და ძალიან კონკრეტულად. განიდევნა შენგან ეშმაკი. შენი ამონტყოფობის უბედურება იყო შენ ესე მოუნანიებელი ცოდვა. და საერთოდ იცოდი, ამონტყოფობა არის ცოდვა. ცოდვა რო არ ინანიება, აი ამონტყოფობა კიბოა, კაც ხდება კიბოთი, უფალმა სხვა გზას ვერ ხედავს, ყველას ცხონება უნდა უფალ და გაყავს ამ ტკივილით იმითი, რომ ადამიანი მოხდეს სასუფეველში. თუ ეს ადამიანი შეინანებს, ეხლა მექანიზმი ყვება მომავალი, თუ შეინანებს და უფლის წინაშე სამონტყოფობა რაღა შეჭირდება ქრისტეში ახალდაბადებულ ადამიანს. თუ უფალს დაუმტკიცებ, რომ ადამიანი შეიცვალა. ძველი ცოდვისთვის მოკვდა და ახალ შობით ქრისტეში ძველი როგორც ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არასხამენ, აი ეგ ფორმულა აღესრულება ვახტანგ, ეს დუხოვნი ზაკონი, სულიერი კანონი, ხოლმე. გაოგნებული უსმენდი და პრავილა უნდა დაიცვა. ათონისტაზე ყველა ბერი მორჩილი ათონისტა მაგით იდგას, რომ იცავს კანონს ქართულად. პრავილა არის კანონი, ბერული შინაგან წესი. ადამიანი იღებს უფლის წინაშე ესეთ აღთქმას დებს, რომ მე უფალო ჩემით ვერ სწორდები, ვიღებ სიკვდილამდე სინანულის კანონს და ამ კანონს ვასრულებ სიკვდილამდე. და შენ განსაზღვრე ჩემი ყოფა. ეხლა რა არის, რა კანონზეა ლაპარაკი? 200 დიდი მეტანია, ღმერთო მილხინე მეწოდილ სამას და შემიწყალემე მეზვარის ლოცვა ან იესოს ლოცვით. ყველაზე შულს ვადებთ და რო დგებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გვაცხონეთ ჩვენ. ამონტყოფებისთვის 30 მცირე მეტანიით იწყებოდა, ეკონომია ხდებოდა, უამრავი საშუალება არის ახლა ადამიანი თუ მოინდომებს, ნებისმიერი თქვათ უძლურიც კი შეძლებს თავისუფლად ამ მოარგოს ამ თავის უძლურება ამ კანონს ამ პრავილას. ერთი თავის სახარება, ერთი თავის ამოციქულო, ერთი თავი აპოკალიფსი და ერთი თავი ფსალმუნი, სამი დიდებით. ყოველ 3 საათში ერთხელ კვნიზე ლოცვა, საღამოთი 9 საათიანებს კვნიზე ლოცვა, 9 საათზე, 10 საათზე აი ამ პერიოდში. დილით 5 საათზე ვდგებით, ვაკეთებთ 200 დიდ მეტანიას, ვასრულებთ პრავილას, მერე შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ, წავიდეთ სამსახურში თუ რაც არის, როგორც არის და ყოველ 3 საათში ერთხელ, 4 საათში ერთხელ კვნიზე 10-15 წუთი ლოცულობთ. ეს არის პრავილა. რატო სრულდება ეს პრავილა? ვინაიდან მე ჩემი მდგომარეობა ესეთი იყო, რომ ეშმაკი გავიდა, ბრუნდება ეს ეშმაკი და დაგვილდა სულთავებურ სახში, მოყავს 7 თავიზე უარესი და ვაიმას ჯობდა ეს ადამიანი სულ არ დაბადებულიყოს. ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, რა დღეში ვიყავი და 7 ჯერ ესე დამძიმებული შენი მტერი იყოს მაგ დღეში და დავიწყე იძულებული გავხდი პრავილა დამეწყო. 10 წელია არ წელი მტკივა და აღარ ჩაქარი მაქვს, ვინც ეს პრავილა დაიწყო და მითხრა ესე, რომ ყველა გაჭირვებული ადამიანი, ვინც ამას დაიწყებს და შეასრულებს, რატო უნდა შეასრულოს ადამიანმა კიდე რო არ დამოვიწყდეს ადვილად მიხდებით თქვენ მართლმადიდებლებზე ლაპარაკი. ამ პრავილის მეშვეობით ადამიანი აღწევს მდგომარეობას როგორც უძღებიშვილის მდგომარეობას. მე არაფრის ღირსი არა ვარ უფალო. აი ეს პრავილის დანიშნულება და ფუძე, როგორც წლების განმავლობაში მივხვდი ეს არის, რომ შედიხარ უფალთან მორჩილების მდგომარეობაში, რომ მართლა ცოდვილი ვარ ადამიანო, ხალხო და უფალო, მე იმდენ ცოდვებს ჩავდივარ, როგორც ხედველობით, როგორც სიტყვიერად, ვერაფრით ვერ სწორდები. აი ამ პრავილის მეშვეობით უფალო, შემინდე ჩემი შესადებანი და იყოს ნება შენი, მოვყოფე ისე როგორც შენ გინდა და ან გამომასწორე და შენ მეწინამძღვრე. აი ეს არის უფალთან აი ეს ურთიერთობა გაქვს აი ამ პრავილის მეშვეობით. რა ვიცი, ძალიან ბევრი ონკოლოგიური, 1.7 ონკოლოგიური განიკურნა, რავი, კიბო გაჩერდა, ექიმები გაოგნებულები არიან. შაქარი და რამოდენიმე ადამიანი, ვინც პრავილას აკეთებს,
აღარ აქვს, ან გაუჩერდა თუ რავი რა ქვია ამას, რა სასწაულია არ ვიცი. და როგორც მომავალი რა მიხსნი და უფალი აძლევს ადამიანს გამოსწორების საშუალებას და ფიზიკურად შეეწევა. აი ეს არის ზუსტად აი ამ ჩემი მონათხრობის თავი და ბოლო. მე მინდა რომ ჩემი სამშობლო გაძლიერდეს, გამაგრდეს, დიდი განსასწრელი გვაქვს თავს დატეხილი, სოფლიო თავად და ყირაზე დგას. რა ვიცი, თუ არა ლოცვა ღმერთი არაფერი არ გადაარჩენს ჩვენ სამშობლოს, სამეზობლო გარშემო მტრების გარემოცვაში ვართ და ეს უფულობა და ეს ყველაფერი ფული, ექიმი ფული, ის ფული, ის ფული, ის ფული და სად არის ადამიანებო პატიოსან ადამიანს, სადაა ეს ფული? რა ვიცი, ღმერთმა დალოცოს ჩემი სამშობლო და თუ ვინმეს რამეში წაადგება, დიდება უფალს. შემინდეთ, ხიფში ვარ, ბევრი ვიტლიკინე, არ შეეფერება მართლმადიდებელს, მაგრამ ჩემი სამშობლოს სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ჩვენდობას ვითხოვ.